დღევანდელი ჩვენი საუბარი ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდს იესოს შეხვედრა და საუბარი სამარიელ ქალთან. დააკურთხე სამკვიდრებელი შენი ნიშნავს და აკურთხე შენი სამკვიდრებელი ადამიანები. როცა ეკითხებიან თქვენი მოწაფეები რატო არ მარხულობენ, ეუბნება ქრისტე რომ როცა სიძე წაერთმევათ, მაშინ დაიწყებენ მარხვას. სიძე არის ქრისტე. რომელიც უნდა შემოუშვათ და მაშინ ხვდებით დაყოფიერი. აი ეს არის ტარიგი ღვთისა. ეს არის ვინც თქვენ გიხსნით. მე კი არა ვარ ქრისტე. ეს არის ყველა მოძღვრის მოვალეობა. აი დღეს რომ დააგვირდები კანონებს რომ უმძიმებს. ამით ღმერთს უნდა რომ დაგვანახოს. ის ხსნელი კი არ არის. ფარაონია. ღვთისგან დანაშაულის შეგრძნება არასოდეს არ არის იმისთვის რომ შენ მოკვდე, არამედ არის იმისთვის რომ შენ გაცოცხლდე. მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც. როდესაც ჭეშმარიტი თაყვანის მცემელნი თაყვანს ცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტები სული წმინდასთან მიახლება ხდება სულით, სულში. ღმერთით რომ ვიკვებებით, ეს კვებავს ღმერთს. იმიტომ რომ ჩვენ სულს ვუთმობთ. აი ეს არის წყალი. კულტურული ადამიანი არისო ის, ვინც ოთახში სადაც არავინ არ უყურებს, იქაც ისე იქცევა, როგორც გარეთ სადაც მას უყურებენ. ეს არის ქრისტიანული საქმე. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ უყურებთ დროების YouTube არხს და გადაცემათა ციკლს მამა დოროთეს ამბიონი. გადაცემათა ამ ციკლს უძღვება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. გადაცემის დასაწყისში არა მარტო ტრადიციულად დამსახურებულად კიდევ ერთხელ მადლობას ვუძღვნი მას ამ ძალისხმევისთვის. აგერ უკვე მერამდენი გადაცემა და ამ ხრივ განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი არის სახარებისეული ეპიზოდების განმარტებები. ჩვენ შევუდექით ამ საქმეს ივანეს სახარებას მიუყვებით, შეგვიძლია ასე ვთქვათ და დღევანდელი ჩვენი საუბარი ეძღვნება ალბათ სახარებისეულ ეპიზოდებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდს იესოს შეხვედრა და საუბარი სამარიელ ქალთან. ერთი შეხედვით შეიძლება ეს ვინმეს ეჩვენებოდეს რომ არის უბრალოდ საუბარი ჭასთან, მაგრამ სიამდვილეში ეს არის დიალოგი, რომელმაც იმდროინდელი საზოგადოების არაერთი საზღვარი გადაკვეთა, შეიძლება ასე ითქვას, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური სხვათა შორის, მათ შორის და ამდენად არის საინტერესო, რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი ქრისტიანული სწავლებისთვის, რა გზავნილები არის დღევანდელობის მიმართ ამ საუბრის შინაარსიდან გამომდინარე და რას გვეუბნება ადამიანის ღირსებაზე, რწმენაზე, იმ ფუნდამენტურ შინაგან გარდაქმნაზე, რომლის მომსწრენიც გავხდებით ჩვენ ამ საუბრის მიმდინარეობის დროს. ყურადღებით უსმენთ მამა დოროთეს, მანამდე კი მცირე ძალისხმევა თქვენს დაგჭირდებათ იმ ხრივ, რომ თუ კი ვინმე ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი, გამოიწერეთ, ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება, ეს არის ჩვენი მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანი მოქმედება. ნაბიჯი ასევე მოიწონეთ ეს კონკრეტული გადაცემაც და გაუზიარეთ სხვა ადამიანებს, რომელთა ჯერ არ აქვთ წვდომა ამ საუბრებზე. მადლობა კიდევ ერთხელ და მამა დოროთე საუბარი სამარიელ ქალთან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მათ მოსმენისთვის, მადლობა კომენტარებისთვის. დიახ, ჩვენ დღეს ისევ ვაგრძელებთ იოანეს სახარებას და ძალიან საინტერესო ეპიზოდია სახარებიდან სამარიელ დედაკაცთან, ქალთან იესოს საუბარი. და ეს სახარების ეს მონაკვეთი უწერია მარტო იოანეს. არ წერია არც ერთ სხვა სახარებაში, როგორც კანას გალილეა. კანას გალილეაში წყლის ღვინოდ გადაქცევა არ წერია არსად, მარტო იოანეს უწერია. ასევე ეს მოვლენაც მარტო იოანეს უწერია და სხვა მოციქულებმა არ ჩაწერეს. მე ადრე ვახსენე კიდევ ვიტყვი, იოანეს სახარება თავდება ესეთი სიტყვებით. კიდევ ბევრი რამ ექნა იესომ, მაგრამ ყველაფერი რო არ დაწერილი, რომ დაწერილიყო, ეს ქვეყანა ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ წიგნებს ვერ დაიტევდა თვითონ რაოდენობას, არამედ ჩემი ხედვით, ჩემი განმარტებით ეს ნიშნავს იმას, რომ არის რაღაცა მომენტები სახარებაში, რომლის გაგებასაც, რომლის დატევასაც დრო ჭირდება. და აქ არის ეს ამას ვერ დაიტევდნენ იუდეველები, რომელთა მოქცევასაც ასე თუ ისე მოციქულები ლამობდნენ და ელოდნენ, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოექციათ ქრისტეს ჯვარცმის აბრუნვის შემდეგ. და შესაბამისად აღარ გადათვირთეს ისეთ ისტორიებთან შეხვედრით, რომელიც იმდროინდელი საზოგადოებისთვის რთულად, ესე ვთქვათ, აბსორბაციას, მიღებას, გაცნობიერებას ნაკლებად დაექვემდებარა. დიახ, იმიტომ რომ აქ არის ისეთი რაღაცა, რისი შიშიც ჰქონდათ იუდეველებს და რაც სინამდვილეში მოხდა, იმას ეუბნება ქალს განსაკუთრებით, მაგალითად ერთი მოდის დრო, როცა არც იერუსალიმში იქნება ღმერთი თაყვანისაცემი და არც ამ მთაზე. ანუ ცენტრალურობას კარგავდა ტაძარი. ეს არ უთქვამს მღვდელმთავრებისთვის, თუმცა ესენი შიშობდნენ. ასე რომ მოხდებოდა და ცენტრალურობას, რჩეულობას რო კარგავდა. და ბევრი რამეს განვიხილავთ და ასევე სამარიელები იყვნენ წარმართები, რომლებიც თვითონ თვლიდნენ თავს აბრამის შთამომავლად, მაგრამ როდესაც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა ისრაელი და იქ ჩაასახლა ესენი სამარიელები და ამათ ლომები დაესივნენ. ესენი იყვნენ წარმოშობით სირიელები და შემდეგ ეს ღვთისრისხვად მიიღეს და ებრაელი მღვდლები გაუგზავნეს რჯულზე მოსაქცევად და რჯულზე მოიქცნენ ებრაულ ჯულზე, ანუ ძველი აღთქმის ჯულზე, მოსეს ჯულზე და მოსეს ხუთ წიგნეულს ღებულობდნენ და აქა-იქ წინასწარმეტყველებს, მაგრამ ხუთ წიგნეულს ღებულობდნენ და იმიტომ მეუბნება სამარიელი დედაკაცი, რომ ჩვენ ველით მესიას ანუ ისინიც ელოდნენ. სამარიელი ეთნიკურად არ არის ებრაელი. ეთნიკურად არ არის ებრაელები, თუმცა თვითონ თვლიდნენ და ებრაელები არ ღებულობდნენ. აი დღეს რო ჩვენ სარწმუნოებრივად თვლიდნენ თვითონ, თუმცა ასურული წარმოშობისა. ხო. მაგრამ იქაც აბრამის შვილებად, იმიტომ რომ აბრამს ხო ყავდა ისაკის გარდა კიდე და მის შვილებად თვლიდნენ თავს და აქედან გამომდინარე იყო მათ შორის უკმაყოფილება და იგავებში არის მაგალითად სამარიტელის იგავი რო არის იქ მაცხოვარი ესეთ რაღაცას ამბობს რომ სამარიტელმა მიხედა იმას ვისაც მღვდელმა არ მიხედა ხო და მაცხოვარსა სამარიტელს ეძახიანეს შეურაცხყოფითი სიტყვა იყო დამაკნინებელი მათი გაგებით რომ შენ სამარიტელი ხარო მღვდელმთავრებმა ფარისევლებმა უთხრეს იესოს, ანუ დააკნინეს თავიანთი ჭკუით. და წარმოიდგინეთ ხა ასე რომ აკნინებდნენ ეს პირდაპირ მოციქულებს რო ეთქვათ სამარიტელ დედაკაცს ესაუბრა, როცა ისინი არ ესაუბრებოდნენ, რომ არ დაებრკოლებინათ ეს არ ჩაწერეს. და ჩაწერა მარტო იოანემ უკვე 60-იანი წლებია. და შესაბამისად აი ამ 4 თავში, ანუ 4 სახარებაში მხოლოდ იოანესთან შევხვდებით იმ ეპიზოდს, რომელსაც ახლა განვმარტავთ. აქ ვახსენოთ, თქვენ ახლა მაგალითად სამარიტელიც ახსენეთ. ანუ ძველ ქართულ ენაწერებში სამარიტელად მოიხსენიება. სამარიელი ახალი ქართულით ეს ერთ და იგივეა. ერთი და იგივეა, მე ამერევა, იმიტომ რომ კი ბატონო ჩემი მთელი ცნობიერება ძველზე არის დაფუძნებული და მე ახალზე და შეიძლება ორივე ვთქვა საუბრის დროს სამარიტელი ან სამარიელი დედაკაცი. ასანამ ამას კონკრეტულად განმარტებას დავიწყებთ, ახლა შესავალი გავაკეთეთ და მანამდე არ გამოვტოვოთ მიუხედავად იმისა ჩვენ ნასაუბრები გვაქვს იოანეზე ამ მონაკვეთზე მეოთხე თავს სანამ დავიწყებთ მანამდე არის აქ საუბარი იოანესთან მისი მოწაფეების და რაც გვისაუბრია იმას გამოვტოვეთ, მაგრამ არის ისეთები რაც არ გვისაუბრია, ცირედით შევეხოთ ამას ძალიან საინტერესო რა სწავლება არის აქაც. ანუ აქ არის ნათქვამი რომ ამის შემდეგ იესო წავიდა იუდეაში და დარჩა იქ და ნათელს ცემდა იქ იორდანეში და იოანე კი ნათელს ცემდა ენონში და მასთან მივიდნენ
ფარისევლები და იოანეს მოწაფეები და იოანეს უთხრეს, რომ აი ის ვინ შენ მონათლე მოძღვარო, ის უფრო წარემატება და ის ნათლავს ხალხს და ანუ შენ კნინდები და ის წარემატება. და იოანეს პასუხი არის ძალიან საინტერესო. მიუგო იოანემ და თქვა, ადამიანი ვერაფერს მიიღებს თვითონ თუ ზეციდან არ აქვს მიცემული. თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ თქვი, მე არ ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე. ვისაც სასძლო ყავს, ის სიძეა. ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას მისი სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. ის უნდა იზრდებოდეს, მე კი უნდა მცირდებოდე. აი ის უნდა იზრდებოდეს, მე კი უნდა მცირდებოდე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს იოანე მე რო არ ვარ ქრისტე, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ. აი ის ვისაც ძალი ყავს, ის არის სიძე. ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, რომ მამაკაცი და დედაკაცი ერთად არის სრული. დიახ. ამიტომ თქვა ქრისტემ, ბიბლიაში წერია, გაიმეორა ქრისტემ, რომ განეშორება დედასა და მამასა და შეუერთება ცოლსა თვისა და გახდებიან ერთ ხორცს. და ანუ ცალი, ანუ ერთი სქესი არის, ერთი ადამიანი, ანუ კაცი, მამრობითი სქესია, მდედრობითი სქესია და მათი ერთობით მოდის ნაყოფი, ახალი ადამიანი. იგივე არის ადამიანის სულიც, ოღონდ ორივესი, კაცის, ქალის, ოღონდ სქესი ასე არ უნდა გავიგოთ. ასე არ უნდა გავიგოთ, პირდაპირ ანუ ის მამრობითი და მდედრობითი, მაგრამ ყველა სული არის მიმღები. ამიტომ ქრისტე ითვლება სიძედ და ეკლესია, ანუ ხალხი, ეკლესია ტაძარი არ არის. ხალხი ეს არის მიმღები, დედრობითი დავარქვათ ამას, იმიტომ რომ ამ ორი სქესიდან, მამრობითი და მდედრობითიდან მიმღები არის მდედრობითი სქესი, ხო? მიმღები და ნაყოფის მომცემი. ამიტომ ეკლესია არის მიმღები და ქრისტეთი გამოიღებს ნაყოფს. ამიტომ ძალიან ხშირად ეშლებათ, რომ ჩემი მრევლი არ არის ჩემი. კი, შეიძლება მან თქვას, რომ მამა დოროთეს მრევლი ვარ. არა. ღვთის ერი, აცხონე უფალო ერი შენი, ნიშნავს, გამოიხსენ უფალო ერი შენი. დააკურთხე სამკვიდრებელი შენი, ნიშნავს, დააკურთხე შენი სამკვიდრებელი ადამიანები. აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ვიღაცას გონია რომ საქართველოს აკურთხოს ან ტერიტორია აკურთხოს. კონოტაციურად ასე ბევრს ასე ვესმოდა აქამდე საქართველოს არ მეც მათ არის შორის. უფლის სამკვიდრებელი, არც იერუსალიმია უფლის სამკვიდრებელი, არც ისა. უფლის სამკვიდრებელი ვარ ჩვენ, ადამიანები. ამიტომ შენი მისი ერი ვართ, ქრისტეს ერი და ქრისტეს სამკვიდრებელი. ამიტომ ქვია მას სიძე და ჩვენ ვართ ძალი. და ხშირად როცა ეკითხებიან თქვენი მოწაფეები რატო არ მარხულობენ, ეუბნება ქრისტე რომ როცა სიძე წაერთმევათ, მაშინ დაიწყებენ მარხვას. სიძე წაერთმევათ. ანუ ხო, დიახ, სიძე წაერთმევათ, ამას მოციქულებისთვისაც და ჩვენთვისაც და საერთოდ კაცობრიობისთვისაც სიძე არის ქრისტე. რომელიც უნდა შემოუშვათ და მაშინ ხვდებით ნაყოფიერი. ამიტომ პირობითად ვამბობ, რომ სულიც დედრობითია და სულიც ნახევარია ღმერთის გარეშე. და ნაყოფის მომცემი ამ გაგებით. დიახ, ის სრულყოფილია სულში, მაგრამ ღმერთის გარეშეა. თუ ქრისტე არ მიიღე. ამასაც და ძალიან საინტერესოა, ის უნდა წარემატებოდეს. მე მიხარიაო, რომ ის წარემატებაო. მიხარიაო, მე მისი მეგობარი ვარ. ესე უნდა იყოს ყველა მღვდელი. ყველა მღვდელს უნდა უხაროდეს, აი მე მაგალითად მიხარია ჩემთან მოსულ ადამიანში თუ ქრისტე წარემატება, თუ მან ჩემგან ქრისტე მიიღო,
მე ვდგევარ და ვხარობ მისი და ქრისტეს ურთიერთობით და სხვათა შორის ხედავ ადამიანები რომ მოდიან და თუ მართლა ისმენენ ჩემს სიტყვას რომელიც ჩემი არ არის არამედ ქრისტესია და თუ მართლა მათში შედის ქრისტე ხედავ როგორ მოქმედებს ქრისტე მათ სულზე იოანე ოქროპილსაკ ძალიან საინტერესო თავის მრევლს ეუბნება რომ აი თქვენ რომ მოდიხართო და აღსარებები რომ მოგაქვთო ეთქვა მაშინაც რაღაცა დაფაზე ან რაღაცაზე წერდნენ რაღაცას როგორც ეხა ჩვენ ფურცელზე ანდახა იქო ჩემს თავს ვერ ხედავო მე რაც გითხარით იმას ვერ ხედავო იქ და ძალიან სამწუხაროა ანუ აი ჩემს მიცემ ჩემს თავს ვერ ხედავ ნიშნავს მე რაც მივეცი მე რაც მომცა ქრისტემ თქვენთვის იმისთვის ეხლა საზოგადოებისთვის ხო ამას მე ვიღაცაში რო დავინახავ რომ მასში გაიზარდა ქრისტე ძალიან მიხარია ამას ამბობს იოანე მე მიხარიაო მასთან ანუ მე ვინც განუცხადეო ის უნდა გაიზარდოსო მათში ქრისტე უნდა გაიზარდოსო მათში და ეს უხარია იოანეს ამ შემთხვევაში იოანე არის მოძღვარი ამათი ვისაც უჩვენა აი ეს არის ტარიგი ღვთისა ეს არის ვინც თქვენ გიხსნით მე კი არა ვარ ქრისტე ეს არის ყველა მოძღვრის მოვალეობა ძალიან საინტერესო იყო ეს განმარტება ციდან მომავალი ყველაზე უმაღლესია ვინც მიწიდან არის მიწიერია და მიწისას ლაპარაკობს ზეციდან მომავალი კი ყველაზე უმაღლესია ის ვინც ღმერთმა მოავლინა ღმერთის სიტყვებს ამბობს რადგან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს მამას უყვარს ძე და ყველაფერი მისცა მას ხელთ ვისაც ძეს წამს საუკუნო სიცოცხლე აქვს ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს არამედ ღმერთის რისხვა დარჩება მასზე აი აქ არის ძალიან საინტერესო ადგილები მთლიანად მაგრამ მე ახლა განმარტავ ერთ რამეს ღმერთი ზომით არ იძლევა სულს ეს არის ახლა რაც ვამბობდი იმის გაგრძელება ღმერთი ზომით არ იძლევა სულს ეს ეკუთვნის მხოლოდ ქრისტეს ანუ იოანე ამბობს რომ მასო ზომით და მოზოგილად კი არა აქვს სულიო მასშიაო სული იოანე ხო იხილა სულის გადმოსვლა მასზე ტრედის სახით მაგრამ რაღაცა ფორმით იხილა ჩვენ მოძღვრებს თუ ღვთლებს თუ ეპისკოპოსებს თუ ერის ადამიანებს თუ ბერებს სული გვეძლევა ზომით დიახ ზომით სული გვეძლევა ზომით ნიშნავს ანუ ნიჭები გვეძლევა ზომით აჰა გასაგები რადგან ვიღაცას აქ სიტყვაზე ის ნიჭი რომ დამოძღროს ვიღაცას აქ ის ნიჭი რომ შეიცნოს ვიღაცას აქ ის ნიჭი რომ შეაცნოს და ვიღაცას აქ ის ნიჭი რომ საერთოდ გამოქვაბულში კელიაში ჩაჯდეს იქიდან არ გამოვიდეს და ღმერთთან იყოს შეერთებული სხვადასხვა ნიჭები და პავლე მოციქული ამბობს რომ ყველაზე დიდი ამათში ამ ქვეყანაზე არის როცა განუმარტავ რა აზრი აქვს ქრისტეს სიტყვას რა აზრი აქვს მე უცხო სიტყვაზე ვთქვაო თუნდაც ანგელოზთა სიტყვაზე ვისაუბრო თუ ის ხალხს არ ესმისო მირჩევნია ორი სიტყვა ვთქვაო და განმარტებითო რომ ხალხი მოვინადირო ხალხს მივცეო ქრისტე და აი ვისაც წამს ძე მას აქვს საუკუნო სიცოცხლე ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს არამედ ღმერთის რისხვა დარჩება მასზე ანუ ღმერთი მას შერის ხავს მომავალში კი არა ვისაც ძის არ წამს მას არის რისხვა აი ეს ახლა როგორ დავაპირისპიროთ ღმერთს ხო ყველა უყვარს მაგრამ როგორ გამოდის თუ ძეს არ ღებულობ იოანე ამბობს შენს ეს ღვთის რისხვა დაჟილი ხარო უკვე ეწინათ ჩვენ თქვით რომ დაიშჯილია
ანუ როგორი რამე არის რომ აბრამის უფრო სწორედ მდიდარი როდესაც მოხდა ჯოჯოხეთში ის ჯოჯოხეთში მისული ძალიან საინტერესოა ეს ამბავი ჯოჯოხეთში მისული ხედავს ლაზარე რომელიც მის კარებთან იწვა მშიერი და ნაგვის ურნაში იქეხებოდა რა იტყვანდელი გაგებით რო ვთქვათ არხიდან გადაყრილ საჭმელს ელოდა ძაღლებთან ერთად მდიდარი მას ყურადღებას არ აქცევდა და ეს მდიდარი რომელსაც ეგონა რომ ღმერთის რჩეული იყო როცა ჯოჯოხეთში მოხდება იქ აღმოაჩენს რომ цариელია წყალი არა და ხედავს ლაზარეს და ძალიან საინტერესოა ოქროპირი ამბობს რომ მაშინო აბრამის წიაღშიო სხვები ხო იყვნენ რომ და რატო დაინახაო ლაზარე სხვები რატო არ დაინახა და რატო არ დაინახა აბრამი დაინახა აბრამის წიაღში და ლაზარე და რაშუაში მარტო ლაზარე რატო ხო იყო მოსე ხო იყო ისინი იმპერატორის ყველა იქ არის იმიტომ რომ ამოყვანილი არცეთი არ არის იმიტომ რომ ეს იყო ის ვინც მან უგულებელყო რომელიც მას სიცოცხლეშივე უნდა დაენახა რაც სიცოცხლეშივე უნდა დაენახა ეს არისო დრო ანუ სიცოცხლის და ჯოჯოხეთის გაერთიანება ანუ ჯოჯოხე ის აქ რო ეგონა რომ დიდარი იყო და კარგად ცხოვრობდა და თვითონ სასუფეველში სინამდვილეში ჯოჯოხეთი იყო მისი სული აქვე უბრალოდ ხორცი რახან იყო ცოცხალი ხორცით ჯერჯერობით კბებოდა და ანუ მე ხშირად ხორცს ვეძახი ანტიდეპრესანტს ხორციელ სულის ანტიდეპრესანტია ანუ სული რო დეპრესიაშია აი ხორციელი ტკბობებით ერთობა ხო იმსუბუქებს ანუ დროებით განწყობას იქმნის ხო გონება გავიდა გარეთ და ხორცში გავიდა ხორცის ის არის და აი სულში არის ტრაგედია ეხლა ის ჯოჯოხეთში კი არ მოხვდა მერე აქ იყო უბრალოდ ვერ ხედავდა იმიტომ რომ აქ წყალი ქონდა ხორციელი და სინამდვილეში იქაც წყალს ითხოვს და ეს არის აი ჩვენ გონებას არ მოშორდება ის ტკივილები რაც აქ სულმა მიიღო თუ განიცადა ან შეიძლება მას არ განუცია არ უგზნია მაგრამ სულის ტკივილი იყო როცა ლაზარეს ხედავდა სანაგვესთან და მას მის სულს არაფერი არ მოუმოქმედებია საერთოდ როგორ არიცი აი დრო აი ეს უკვე დაჟილია რისხვა ღვთის რისხვა მასზე ეს არის ის მარადისობა რომელიც იქნება აქვე საერთოდ დრო არის აი დრო ძალიან უცნაური რაღაცა მე ადრე მაქვს ნათქვამი აგვისტინესისა რომ დროის შეგრძნებაზე ანუ რომ კითხავენ უკვე არ ვიციო დრო რას ნიშნავსო ერთ ამბავს მოყვები მოკლედ სამებაში მოხდა ესეთი რაღაცა როცა ბერი ვიყავი სამებაში იქ აგვიკვეცე და მუშები რომლებსაც ვიცნობდი და სახში მიდიოდნენ იქ ახლოს მუშაობდნენ ამწე კრანის სტრელას რო ეძახიან რა რაც დადის წრეზე ის მოწყდა და აი ეს ჯგუფი მიდიოდა და ზუსტად ამათ ეცემოდა და ამათმა რო დაინახეს ხმა რო გაიგეს რო დაინახეს წამების ამბავს ყვები ერთი დაეცა მოხუცი კაცი იყო და სხვა გაიქცა და ამ კაცს ეცემოდა და უფრო ადრე უკანა მხარე მძიმე მხარე რო დავარდა წამებში ყვები ეხლა მის მართულება შეიცვალა და გაქცეულს დაეცა ცხონოს ღმერთმა ის კაცი ერთი კაცი გაქცეულს დაეცა და ვინც აიქცა ადგილზე ის გადარჩა და ამ კაცმა შემდეგ მოყვა ესეთი რაღაცა ჩემს თვალწინ გაიარა ყველაფერმა ქორწილმა ცუდმა კარგმა
2-3 წამის ამბავს ვამბობ. 5-7 წამი მაქსიმუმი, აი ესეც არ არის. ხა ეს ამის ჩამოვარდა. ანუ თელმა ცხოვრებამ გაიარაო, რაც კი ჩამიდენიაო. აი ეს როგორ მოხდა არ ვიციო. ეს არის პირადი დრო. აი ეს ემართება ყველას. ვინც ქრისტეს არღებულობს და ვინც ამ ქვეყნიურით ცხოვრობს და უდიდეს შესწომას უშვებს რომ სულისთვის არაფერს არ აკეთებს ამიტომ არის მასზე რისხვა ანუ უკვე განწირულია ძალიან საინტერესო არის ბიბლიაში ახ დღევანდელ დღეზე მაფიქრებს რა აი დღევანდელ ჩვენს გარემოსა და კონტექსტზე გარემოზე და კონტექსტზე მოსეს ეუბნება ღმერთი ვიდეო ფარაონთან და უთხარი რომ ჩემი ერი გამოუშვასო და მეო ფარაონსო გულსო გაუქვავებო რომ არ გამოუშვასო და ის არ გამოუშვასო და წერია ერთხელ ორჯერ სამჯერ რომ ღმერთმა გული გაუქვავა გაუფიცხა წერია როგორ არის მოსეს უშვებს რომ გამოიყვანოს ფარაონს გულს უფიცხებს და ფარაონი უკვე დაჟილია მარტო ზღვაში კი არ ჩაახრჩო უკვე დაჟილია იმიტომ რომ ასე ექცეოდა მის ერს ღმერთის ერს უმძიმებდა და უმძიმებდა აი დღეს რო კანონებს ამძიმებენ და ამძიმებენ ანუ პირველი მისვლის შემდეგ მოსე პირველად რომ მივიდა უთხრა რომ ებრაელებს რომ ახლა ნამჯასაც არ მოგცემთო თქვენ შეაგროვებთ ადრე ტალახის ანუ აგურის გასაკეთებლად ნამჯათი აკეთებდნენ ნამჯას არმატურასავით იყო და ეხლა თქვენ შეაგროვებთო და ისიც თვითონ ქონდა და იმდენივე გააკეთეთო ანუ უფრო დაუნძიმა აი დღეს რო დააგვირდები კანონებს რომ უმძიმებს ამით ღმერთს უნდა რომ დაგვანახოს ის რო ფარაონია ის ვინ ჩვენ ავირჩიეთ ის ვინ ჩვენ გვეგონა მხსნელი თურმე არ ყოფილა ქრისტე ან იესო არა მხსნელი კი არ არის ფარაონია მაგრამ ამის დანახვა უჭირს ერს ჩვენ ხო ღვთის ერი ვართ და უჭირს ერს ეგვიპტიდან გამოყვანილსაც იქ რო საჭმელი გაუჭირდებათ ამბობენ არ ჯობდაო იქ ხორცის ქვაბთან მომკვდარიყავითო მაძღრებიო აი უდაბნოში რო ჩაგხოცეო ანუ ადამიანის გონებას უჭერს და ამიტომ ღმერთის უცდილობს რომ დაგანახოს და ის განაღმერთს უჭირს მისი მოშორება მაგრამ მისი მოშორება შენ არ ჩათვალო რომ შენ მოიშორე ამიტომ ჩვენ გვმართებს დღეს რომ დავფიქრდეთ და ღმერთს ვთხოვოთ და მერე რომ მოგვაშორებს ჭირს მაშინ ვიცოდეთ რომ ის ქრისტემ გააკეთა რაც უფრო დავფიქრდები და გასაჭირი გვექნება და რაც უფრო გაჭირდება და რაც უფრო დაფიქრდება ადამიანი არა მე ამას ვერ მოახერხებ აი მაშინ იწყებს ღმერთო შენ მოახერხებ და მე თავის თავს არ დააბრალებს ღმერთმა გააკეთა აი ეგეთი ცოტა ჩანართი გავაკეთე ისე თხოვნით შეწყალებით შერდომებით მიმართვა სადაც გულქვა დამოკიდებულება შორის პარალელი ძალიან ცხადი და აშკარა არის. არა მარტო დღევანდელ სიტუაციაში მთელი ისტორია სავსეა ასეთ პარალელებით, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ეს და უფრო მეტად განსაკუთრებით მგრძნობიარე დაღიქმება. კი და როგორი რამე არის იცით, აი მოსე რომ მიდის ვისი სახელით მივიდეო და არსებული ღმერთისო იმიტომ რომ ფარაონიც უნდა ღმერთად ჰქონდათ აღიარებული ებრაელებს არა, მაგრამ თავის ხალხს და ამიტომ ადამიანი ამას იმიტომ ქვავდება ეს გული რომ ხალხმა უნდა რომ ხსნელად აღიაროს რომ ეს არა დაღუპულები ვიყავით და ანუ უფრო და უფრო უმძიმებს და ამ დამძიმებაში პირიქით ხდება ანუ ღმერთი სინამდვილეში ღმერთი უფიცხებს გულს ღმერთი უქვავებს ანუ ღმერთი გვაჩვენებს რომ ის ქვა და ერთ სიკეთესაც არ აკეთებინებს რომ არ შეგვეშალოს
თორე რაღაცას ღმერთი გააკეთებინებდა, მაგრამ არა აკეთებინებს და არც გააკეთებინებს. მე ესე მგონია. ეხლა არის აქ შემდეგ გადადის ესეთი ისა, როდესაც შეიტყო იესომ რომ ფარისევლებს ესმათ რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს ცემს ვიდრე იოანე. თუმცა ნათელს ემდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები. დატოვა იუდეა, კვლავ გალილეაში წავიდა და ამ გზაზე ხვდება შემდეგ იმას სამარიელ დედაკაცს და აქ მინდა აი მოციქული იოანე ამბობს რომ თუმცა ნათელს ცემდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები. აი მის მოწაფეებში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება, რადგან მის მოწაფეებში იყო იუდაც და ნათელს ემდა იუდაც და ის იყო ნათელღებული. აი ვინც იუდასაც ისა იუდასთან მივიდოდა მოწაფეები იყვნენ, იუდასთან მივიდოდა ისიც ისე როგორც იოანეს მიერ, ის ანუ იოანე თუ პეტრეს მიერ, იოანე ნათლისმცემელს არ გულისხმობ, ის ცალკე ნათლობა, პეტრეს მიერ მონათლული და იუდას მიერ მონათლული ორივე ნათელღებული იყვნენ. და რატომ? იმიტომ რომ აი თავში წერია რომ ნათელს ცემს, იესო ნათელს ცემს, ეს გაიგეს. და სინამდვილეში მართლა იესოს ცემს ნათელს, ოღონდ მოქმედებას არ აღასრულებს. და დღესაც ესე ხდება. დღესაც ესე ხდება რომ მე თუ სხვა მღვდელი რომელიც საერთოდ არიან ისეთები რომლებიც შეიძლება სტანდარტებს არ შეესაბამებიან. ანუ ნეტარი ავგუსტინე ამბობს რომ მეო უკვე რომ მივხვდიო რომ ნათელი ქრისტესგან გამოდისო და ნათელს ქრისტე ვცემსო და არა რომელიმე მღვდელიო, მაშინ უკვე არ მაინტერესებს ეს მღვდელი ლოთია, მოროშია, მეო ამ ნათლისღებისთვის არ მაინტერესებსო. როგორი ის არის, იცით, აი ქრისტე ხშირად ადარებს სხვადასხვა რამეს სასუფეველს. ღვთის სიტყვას ხან თესლია, ხან და არის მარგალიტი. ეს მარგალიტი, აი წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა, რომ ვიღაცა კაცს აქვს მარგალიტი და ეს იციან პარავებმა და ეს კაცი ეძებს ადგილს, რომ ისეთ ადგილას შეინახოს, სადაც პარავი არც კი იფიქრებს, რომ არის. რომ აქვს გადანახული. ხო, რომ აქვს იქა გადანახული და ამ კაცმა ეს მარგალიტი ნაგავში შეინახა. ნაგავში შეინახა, შემოვიდნენ პარავები, მოძებნეს გადაატრიალეს, მაგრამ ნაგავი არც კი უფიქრიათ, ახლა ნაგავში მარგალიტს როგორ ჩადებსო და ეს მარგალიტი გადარჩა. აი და ძალიან ხშირად შეიძლება ის მღვდელი, ეპისკოპოსი, პატრიარქი ნაგავი იყოს, ქრისტიანული გაგებით ვამბობ, მაგრამ იქ არის ეს მარგალიტი. აი მაგალითად ნესტორი იყო პატრიარქი იმისი კონსტანტინოპოლის მეხუთე საუკუნე, რომელიც ღვთისმშობელს არ ეძახდა, ამბობდა რომ ნათლობის დროს გახდა იესო ღმერთი. და მას ღმერთი კი არ უშვია, არამედ ჩვეულებრივი იესო შვა, როგორც მე მშვა ნათლობის დროს შეიძინა, ნათლობის დროს გადმოვიდა მასზე ნესტორიანელობა ამას. ხო, ღვთისმშობელს არ ეძახდა, იმიტომ რომ ღმერთი არ უშვია. ხო და ეს იყო პატრიარქი. და როცა ეს გადააყენეს ამ სწავლების გამო და ეკლესიაში სხვათა შორის სწავლების გამო იყო ყოველთვის ისა პრობლემა. და ანუ არასწორი სწავლების მქონე არის, რა ვიცი, მას ხორს ყველაფერს ეძახიან, ნუ სასწაული ის არის, აი წვალებლებზე წმინდა მამები რა სიტყვებს და რა ეპითეტები ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ნაგავი როგორ თქვაო ჩემზე, მაგრამ უარეს ამბობენ წვალებლებზე, უარეს. და სავსეა წმინდა წიგნები ამით. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი საშინელება. რო გადააყენეს ეს, არც ერთი მისი მონათლული არ დაუწუნიათ, არც ერთი მისი ნაკურთხი მღვდელი არ დაუწუნიათ, ხელდასმული რომ ხო, და არ შეიძლებოდა. იმიტომ მარგალიტი იყო მასში. სანამ ის ეკლესიის წევრი იყო. აი ეხლაც ხო არის
ეკლესიაში არის ვიძახი რამდენი ხანია ეზიარებაზე როგორი დარღვეული და მწვალებლური სწავლებაა ერთ-ერთი ეპისკოპოსის მიერ მაგრამ მისი ნაკურთხი პური ნაკურთხია მისი მონათლული და მისი ნაკურთხი მღვდელი ნაკურთხია კი ბატონო აი ამას ნიშნავს რომ ქრისტეს მიერ მოცემული საიდუმლოებების აღსრულების მადლი ის არის ქრისტესი იმას აღასრულებს სულიწმინდა შებერა მათ და უთხრა მიიღეთ სულიწმინდა ეს აქ ეკლესიას და ეკლესია რამ ძიმე მდგომარეობაში ეკლესიაში გულისხმობ ღვთისმსახურები რა ძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყონ ხორციელად ანუ წვალებრულადაც სანამ ის ეკლესიის წევრია სანამ არ განიხილავენ და სანამ მაგას არ განკვეთავენ მანამდე მისი აღსრულებული ანუ ჩვენ არ გვენდო იცოდა კაცის ბუნება იესო ამიტომ ჩვენ კი არ ვაღასრულებ მე კი არ ნათლავ ჩემი მეშვეობით ნათლავს იესოს მონათლული ვარ მე იესო ნათლავს ყველას ვისაც მე ნათლავ ეს არის ეკლესიური სწავლება ამიტომ ეს ნათლობაზე და საიდუმლოებებზე ეკლესიას აქვს ესეთი სწავლება რომ ის ინათლება კრებულის სიწმინდიდან გამომდინარე ანუ ეკლესია მისცა და არა თითოეულს ამიტომ მოციქულებზე იქ არ არის ნათქვამი რომ პეტრე შებერა ცალკე ანიმას შებერა მათ და მისცა ისინი წმინდები იყვნენ მაგრამ იცოდა კაცი ბუნება რომ შესაძლებელი იყო როგორც მასთან იყო იუდა ისე შესაძლებელია მით უმეტეს მან იცოდა მაგრამ მაინც აზიარა ხო იმიტომ რომ ჩვენ შევცდებით და ჯობია იუდა ვაზიაროთ ვიდრე ეჭვით პეტრე დავტოვოთ გარეთ და იუდა ვაზიაროთ ოღონდ თუ ვიცით იუდა არის მაშინ არა ჯობია იუდას მივცეთ მადლი ვიდრე პეტრე დავტოვოთ საღვდელო მადლის გარეშე შეცდომით ოღონდ სპეციალურად კი არა დღეს სპეციალურად იუდას აძლევენ და პეტრეს გარეტოვებენ მაგრამ ეს პრინციპული განსხვავება როცა იცი ის იუდა მაშინ რა თქმა უნდა არ უნდა მიცე მივადექით ახლა ყველაზე მთავარზე წყალოსთან მიდის მაცხოვარი და მოწაფეები მიდიან პურის მოსატანად შიათ და თან მაცხოვარ წყურია და მოვა სამარიელი დედაკაცი და ქრისტე ეუბნება მასვიმე წყალი აი ეს მასვიმე წყალი ძალიან საინტერესოა იმ გაგებით რომ დღეს რა შეიძლება ჩვენ დავალევინოთ ქრისტეს აი ეს ხო სამარიელის ის არის და ქრისტე პირდაპირ არ მოვა და წყალი დამალევინეო ხო არ გვეტყვის და აი რა სიტყავს ქრისტე კი პირდაპირ წყალსაც ითხოვს იმიტომ რომ წყურია მაგრამ წყლის გამო ის 40 დღე არც დაულევია და არც უჭამია ისე იყო უდაბნოში და ამ დედაკაცისაგანაც რო არ მიიღო ეს წყალი არაფერი არ მოუვიდოდა ქრისტეს მაგრამ ამას პირდაპირ წყალს თხოვს მაგრამ გადატანითი ნიშნულობით რას თხოვს აი ეს უბრალოდ დავიმახსოვროთ და აი ახლავე გავიგებთ რა არის ის რასაც იესო ითხოვს ჩვენგან და ქალმა უთხრა შენო იუდეველი ხარო და მე მთხოვო წყალს მე როგორ მთხოვო წყალს და აი ეს როგორ გაიგო იუდეველი ანუ ქრისტეს ჰქონდა ან აქცენტი ანუ ესენი აქცენტით ცნობდნენ ერთმანეთს და ან ფორმა სამოსი რომელიც იყო ანუ როდესაც პეტრეს ეუბნებიან შენცო აი პეტრემ რო უარყო ქრისტე არ ვიცნობ მასო რო თქვა მაშინ ეუბნებიან რომ ხალხი ეუბნება შენცო გალილეველი ხარო და დამატებულია აქცენტი გამოგაჩენსო სინამდვილეში იქ არ წერია დედაში აქცენტი მაგრამ ეს დაამატეს რომ რატო უთხრეს გალილეველები სხვანაირად საუბრობდნენ სხვა ის არის შესაბამისი აქცენტი დაყვებოდა ხო აი მე რომ მითხრა ხა შე მეგრელი ხარ და რაზი ხარ აქ მაშინ
რაჭკუას გვესწავლი. რაჭკუას გვესწავლი, ეგეთი რაღაცა იყო რა. ხო და ამით იცნო. ხო და მეორე არის აქ ეს დედაკაცი ამ შემთხვევაში არ არის ისეთი დამოკიდებულების, რა დამოკიდებულება ქონდათ იუდეველებს. ანუ იუდეველებს ძულდათ. ამათ არა. და მაშინ რატო ეუბნება წყალს მე როგორ მთხოვო იმასო? და აქ არის ძალიან საინტერესო რომ ეს დედაკაციო იცავსო მას. ანუ ეუბნება რომ მე სამარიტელი ვარ. და შენთვის არ არის კარგი მე რომ იმას კი არ უყავ პირიქით რომ ეს არის უკადრისი და ის არ ჩააყენოს ხელმძღვანელობაში. ის არ ჩააყენოს ხელმძღვანელობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია ასისთავის სახარება ესე ქვია, ასისთავის მონა რო არის ისა და ქრისტე ეუბნება მე მოვალო. ქრისტეს საოცრება არის ეს ყველაფერი რომ ადამიანი უნდა რომ აი გამოწუროს და ათქმევინოს და როგორ არის ე წვნელი რო არის და იმაში რომ მაქსიმუმი გამოგავლენინოს აი ესეთი წვნელი ესეთი მოძღვარი ხო იცის ქრისტე ის რას ეტყვის მე მოვალო შენთან უთხრა არ მოხვიდეო შორიდან თქვიო და ანუ ასისთავი აღიარებს რომ ეს ღმერთია რომ აი ამას შეუძლია რა მას მსახურები ყავს ბოლო ამას აღიარებს როგორც მე მყავსო შენც ხო ყავსო ანგელოზები მსახურებად უთხარი და განკუნავენო და არა ვარო ღირსი და ამაზე ამბობენ ძალიან საინტერესო რომ ამ ასისთავსთან რომ მიდიან ებრაელები ეუბნებიან რომ მონო ტაძარის ანუ სინაგოგა აგვიშენაო კაი კაციაო ასმეთაურმა კაი კაცია ანუ ამათ აუშენა სინაგოგა იყო სადაც წინს კითხულობ ხო და ეს კაცი იმას კი არ ეუბნება მე არ ვარ ღირსი არამედ იცის ამ რომაელთან სახლში მისვლით წარმოიდგინეთ ებრაელ მეზვერეებთან რომლებიც რომაელებს ემსახურებოდნენ დადიოდა ქრისტე და მეზვერეები ანუ ის ებრაელები იყვნენ ჯულის ქვეშ იყვნენ მაგრამ რომაელებს ემსახურებოდნენ ხო მებაჟეები და ამის გამო განიკითხავენ დრო ისინი იმათ ვერ იტანდნენ ფარისევლები და ეხლა რომაელებთან მისვლა ისრაელის მოძღვრის თვითონ ქრისტეს დააზიანებდა. ამას დაუწყებდნენ განკითხვას ქრისტეს. ასისთავი ამას განსაზღვროს. ამას განსაზღვროს. გამომდინარე ასე აზღვევს ასე თქვა. იგივე საკეთებს ეს დედაკაცი. აზღვევს ქრისტეს. თავს კი არ იზღვევს. მისთვის კი არ იყო ქრისტეს მისვლა რამე პრობლემა პირიქით. მაგრამ ქრისტესთვის იქნებოდა პრობლემა. რადგან მას ებრაელებში წარმართის სახელი ჰქონდა, იცოდა. ხო? დიახ. წარმართად უყურებდნენ. ეხლა ეს დღევანდელობაში რო გადმოვიტანოთ, აი ეხლა სახელ და გვარს არ ვიტყვი და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე. როდესაც რეიტინგი ხონდა, მაშინ პატრიარქს ეშლება და ეკლესიაში ძალიან ცუდი რაღაცები ხდება. როგორც კი რეიტინგი დაუვარდა. ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად საჯაროდ და ეს არ უნდა იყოს დახურული და ტაბუირებული თემები და ასე. დიახ, როგორც კი რეიტინგი დაუვარდა. მას და მის გუნდს. უცებ ეკლესიის რეიტინგის მითვისება დაიწყეს. ანუ როცა თვითონ შეილახნენ და შეილახებიან, მაშინ დგებიან ეკლესიაში ანთებული სანთლებით. რომ ხალხს ეკლესიას აგინებინონ. ან პარალელურად ლეგიტიმაციის ნაკლულევანობა შეიფსონ ეკლესიისადმი მაინც საზოგადოების და ხალხის მაღალინდობითა და დამოკიდებულებით. ეგ შეიძლება ყოფილიყო ილია მეორის დროს. ხო, ლეგიტიმაცია მაშინ ეგ უკეთე შემთხვევა. ხო, მაშინ ქონდა. მაგრამ დღეს ამ თავიანთი ულეგიტიმაციობით ეკლესიასაც დაუკარგეს. ანუ ეკლესიის ხმა უკვე არავის არ ესმის. არავის არ აინტერესებს. ეუბნებიან ეს თქვი და არავინ არ ამბობს, იმიტომ რომ ჰეროდე მეფობს. და აი ეს პროცესი ყველაზე მეტად აზიანებს ეკლესიას. და აი ამ ეკლესიის დაზიანებას ღმერთი არ პატიობს არავის. ძალიან საინტერესო არის ქრისტემ საკუთარი ჯვარცმა უფრო აპატია ვიდრე იერუსალიმის პატრიარქი
პირველი პატრიარქი იაკობის მკვლელობა. Ზუსტად იაკობი რომ მოკლეს და პეტრე რომ დაიჭირეს და ციხეში რომ ჩააგდეს და მეორე დღეს მისი მოკლა რომ უნდოდა. ამის შემდეგ პეტრე გამოიყვანა ციხიდან ანგელოზმა, ქრისტეს ანგელოზმა და წავიდა იერუსალიმიდან და ამის შემდეგ ხდება იერუსალიმს რომ არტყამენ რომაელები და თელ ერს რო გადაასახლებენ. ანუ თავისას გაპატიებს. ამას ამბობენ ესე თუ მოძღვარი გააღიზიანე მაშინ ვინ გიშუამდგომლებს ღმერთთან? ჯობია ღმერთი გააღიზიანო ვიდრე მოძღვარი, ღმერთს თუ გააღიზიანო მოძღვარი გიშუამდგომლებსო და რამენაირად შეგარიგებსო, მაგრამ თუ მოძღვარი გააღიზიანო მაშინ ვინ გიშუამდგომლებსო? ანუ ქრისტე უფრო მეტად არ პატიობს თავისი ეკლესიის დაქცევას, ვიდრე მის რო არ გწამს ან არ გჯერა, თუნდაც რო შეურაცხყოფდა, შეიძლება არაფერი არ გიქნას. მაგრამ აი ეკლესიის შეურაცხყოფა და ეკლესიის დაქცევა ეს უპატიებელი ცოდვაა. და როცა შენ ხარ შელახული, მაშინ უნდა ეცადო რომ თუ მართლა გწამს და შეწევნა, ჩუმად მიხვიდე. აი როგორც მაგალითად სისხლმდინარე დედაკაცი ჩუმად ეხება, რატო ეხება ჩუმად? იმიტომ რომ სისხლმდინარე დედაკაცს კანონით და წესით არ შეეძლო სიწმინდესთან, წინასწარ მეტყველთან შეხება. იმიტომ რომ იმას შებილწავდა, ესეთი განცდა ჰქონდა, როგორც ახლა ტაძარში არ უშვებენ, ხო? რაღაცა ზიარებაზე არ უშვებენ უბრალოდ. აი ესე არ შეიძლებოდა შეხება, თამდა ჩუმად ეხება, ქრისტემ განაცხადა. ანუ ქრისტე რო არ შეელახა, მისი სახელი რო არ შეელახა, მაგრამ უჭირდა. ჩუმად შეეხო და განიკურნა. ეს არის კრძალვა ღმერთის და ეკლესიის მართებაში. და აი, როდესაც სამარიელი დედაკაცი ეტყვის მე როგორ მთხოვ წყალს, მიუგო იესომ და უთხრა მას, შენ რომ იცოდე ღმერთის ნიჭი და ვინ არის ის, ვინც შენ გეუბნება, წყალი შემასვიო. მაშინ თვითონ შენს თხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს. ეს აქედან იმას ვიტყვი, რომ იცოდე ღმერთის ნიჭი. ღმერთის ნიჭი, ქართული ნიჭი არის სიტყვა მონიჭებულიდან. მონიჭება ნიშნავს მოცემულს. ანუ მონიჭება არ ნიშნავს დამსახურებას. მადლი ნიჭი და მადლი ერთი და იგივე არის, სინონიმებია. მადლი ნიშნავს მომადლებულს. რუსულში ეს არის, რუსულიდან რო თარგმნოთ, კეთილი მოცემულობა. შენი მოქმედებების დამსახურება კი არ არის საზღაური ამის, არამედ რომ მოგენიჭა, მოგემადლა. მომადლებული იყოს. როგორი ის არის, ანუ ქრისტიანობა ქრისტე ისეთ რაღაცას იძლევა, რომელსაც ვერაფერი თელი სამყაროთი ვერ იყიდი. თელი სამყაროთი ვერ იყიდი. შენი რო იყო სამყარო და ვიცი იმას ვერ იყიდი. მაგრამ შენი მოქმედების გარეშე არ გაძლევს არაფერს. აქ არის აქ თელი ისა. ის მაინცა რაც არ უნდა იმოქმედო, მაინც აჩუქარია. ანუ ჩვენ ვერაფრით ვერ ცხონდები, უნდა გვაცხონოს. მაგრამ ჩვენი მოქმედების გარეშე ვერ გვაცხონებს. ამიტომაც არის აი მარგალიტი, ხო? მარგალიტი იპოვაო და გაყიდა ყველაფერი რაც ებადაო და იყიდაო ის. ამ მარგალიტი, ანუ ყველაფერი ჭირდება. და სინამდვილეში ვერაფრით ვერ იყიდი. ესეთი დასანახი მომენტია, რომ მთელი შენი სული და გულს ითხოვს. იმიტომ რომ შენ კი არა აძლევ, შენ უთმობ. შენ თუ არ დაუთმე, შენი მოქმედება არის დათმობა. საკუთარი თავის, საკუთარი სულის, საკუთარი გონების დათმობა, მაგრამ თუ არ უთმობ, ვერ გაძლევს. და რამდენადაც უთმობ შენს თავს, იმდენად მეც გაძლევს, მაგრამ შენი თავი არ არის იმის ღირებულება, კაპიკიც. რასაც ის გაძლევს.
ამიტომ უფასოა, მაგრამ ყველაფერს ითხოვს. და ეს არის ნიჭი. და ძალიან საინტერესო არის აი ეს ადგილი შემდეგ. ეუბნება მას ხალი უფალო არც ჯამი გაგზა, ჭაც ღრმა არის და საიდან გაქო ცოცხალი წყალი? ნუ თუ შენ მეტი ხარ მამა ჩვენზე იაკობზე, იაკობის მოდგმა თვლიდნენ თავს. მიუგო იესომ და უთხრა მას. ყველას ვინც ამ წყალს დალევს, კიდევ მოწყურდება. ანუ შენ რაცა წყალს ვამო, იმას ვინც დალევს, კიდევ მოწყურდებაო. ხოლო ვინ შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, გადაიქცევა მასში წყაროდ, რომლიდანაც წყლის საუკუნო სიცოცხლე იდინებს. ეუბნება მას ხალი. ბატონო, მომეცი მე წყალი, რომ აღარ მომწყურდეს. ახლა ეს მე ადრე რო თქვი ძლივს მოვახწე სიზარმაცეს, მეთქი როგორი ზარმაცი აქ მოსვლა არ უნდა, რომ არ მომწყურდეს ეს ხალი. ეს არება. ანუ გარეგნულის მიმართებაში თუ სიზარმაცე არ გამოიჩინე სულიერთან შედარებით, ვერასოდეს სულიერს ვერ მიიღებ, მაგაზეც ვისაუბრებ. მომეციო მე ეს წყალი, ეს არის ძალიან საინტერესო. წადი და შენს ხმარს დაუძახებო. მიუგო ხალმა დაუთხრა, არა მყავსო ხმარი, არ მყავს ხმარი. ეუბნება მას იესო, კარგად თქვი, ანუ მართალს ამბობო. ხმარი არ მყავსო. რადგან 5 ხმარი გყავდა და ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ხმარი. მართალი თქვი. აი რას თხოვს? ხო, რას თხოვს და რას აძლევს. ეხლა დააკვირდით რა საინტერესო ის არის, რომ აი ეს მე ვისაც მივცემ წყალს, მასში იდინებს არასოდეს არ მოწყურდება. მაშინ როგორ არის ნეტარიყვე მშიერნი და მწყურნალი სიმართლისათვის? სიმართლე ხომ მუდმივად მოგწყურდება. და ჩვენ რო საუბრობდით რომ რაღაცას იცი, მაგრამ იმის იქნე საწოდნელია. ის უნდა მოგწყურდეს, ხო? მაგრამ ამან უნდა მოგაწყუროს. ამიტომ წმინდანები არიან მაწღარი მშივრები. მაწღარია, მაგრამ შია. და სხვათა შორის ადამიანებს ემართებათ ამ ქვეყნიური გაუძღომლობა. და ძალიან გასაკვირი არის, ხო? აი მილიარდელები რო არიან და კიდე მილიარდებს რო ითვლიან და ჩვეულებრივ ადამიანს უყვირს რა თუნდა რას წაიღებს ხო იძახის და სულისთვისებაა ეს სულისთვისება გადმოაქვთ ხორცზე და სული მათი აი ხორციაო ეს თაობაო და ამაში ვერ დაიმკვიდროსო სულმა ჩემმა ანუ ის სულის დომა ანუ ფულის იმდიდრეს ყველაფერი გაუმაძღრობა იმიტომ ემართება რომ სულია გაუმაძღარი ღმერთით არასოდეს არ გაძღება ახო ამბობს ქრისტე რომ გაძღებაო მუდმივადი მაგრამ ეს გაძღომა არის უფრო მეტად რომ მოგშივდეს ეს არის მოსესთან მოსეს სულ ღმერთი ეცხადებოდა ესე წერია რომ კარავთან მოდიოდაო და ესაუბრებოდა მეგობარი როგორც მეგობარი მეგობარს როგორც კაცი კაცს და მაშინ უთხრა წარმოიდგინე ღმერთი ესაუბრება როგორც კაცი კაცს როგორც მეგობარი მეგობარს და მას ეუბნება შენი დიდება מחილვინეო არ ვერ ძღება და მერეა რომ ამოდიო მთაზე რომ ეუბნება და ეს არის აი მაძღარი მშივრები აი ისე გაძღები რომ მაგრა მოგაშიოს ეს არის ცოდნა რომ ულევია და აი ამ დედაკაცის ქალის მიერ ნათქვამი სიტყვები მომეცი მე ეს წყალი ანუ სულიწმინდაზეა ხო საუბარი და ქრისტე ეუბნება რომ წადი და ქმარს დაუძახე ხო რა შუაშია და ამ ქმარს დაუძახე იყო ამ ქალის პრობლემა ანუ სადაც ქონდა მას შეცდომა მოდი თქვა ცოდვა და წყალი რომ იცეს ანუ სულიწმინდა რომ იცეს საკუთარი თავი უნდა შეაცნობინოს
საკუთარი ცოდვა უნდა შეაცნობინოს. და ქალი რო ეტყვის არ მყავსო რა, დამალა. არ მყავსო, ქვარიო. ანუ ვინც ყავდა ისეს უკვე უკანონო 5 ყავდა. და ვინც ყავდა ისეს უკანონოა. და მართალი თქვიო. და უთხრა რომ 5 ყავდა, რომ რაც ჭირდა. და ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ადგილი რისთვის რომ აი იოანე რო ამბობს რომ მე არ ვარ ქრისტე ხო გითხარით და მე მირჩევნია იხარია ის რო წარემატება და მე რო ვკრინდები ეს არის საკუთარი თავის შეცნობა ეს არის სიმდაბლე ის რო იზრდება და მე ვმცირდები სიმდაბლე ზოგჯერ გონიათ რომ სიმდაბლე არის აუ მე ცოდვილი ვარ და რაღაც ეგეთი სიციან ხოლმე საუბარი მგლებმა და ჩემზე ცოდვილი ვინ არის და სინამდვილეში ყველაზე მაღალი გონია თავი. ეგ არ არის სიმდაბლე. სიმდაბლე არის ჭეშმარიტების დანახვა, სიმართლის დანახვა საკუთარ თავზე და ღმერთზე. აი ეს ხდება სამარიტელთან. ეს ქალი როცა ქრისტე ეტყვის რომ წადი და ანუ ცოდვას რო შეახსენებს კი არ ეუბნება შენ ვინ გეკითხება შენ ვინ გეკითხება ამას მე 5 ხვარი მყავს თუ მე 7 მყავს თუ მე 9 მყავს აი ებრაელი ხარ ვიღაცა ამას კი არ ამბობს ხედავ რომ წინასწარმეტყველი ხარო ანუ საკუთარი თავის შეცნობა ანუ არის ესეთი უცოდველობის შეგრძნება და დანაშაული შეგრძნება ზოგჯერ არის რომ დანაშაულის შეგრძნება ადამიანს აგდებს წუხარებაში და რელიგიურად ამას ქვია სასოწარკვეთილება და შეიძლება თავი მოიკლას დანაშაულის შეგრძნება და ის არ არის ღვთისგან დანაშაულის შეგრძნება არასოდეს არ არის იმისთვის რომ შენ მოკვდე არამედ არის იმისთვის რომ შენ გაცოცხლდე და ღმერთი იხილო საკუთარი დაცემულობა იხილო როგორც აბრაამმა თქვა საკუთარი სისუსტის დანახვა მე ვარ მიწა და ნაცარი აი ამის დანახვით ხედავ რომ წინასწარმეტყველი ხარ და ქალი ხდება ღვთისმეტყველი ღვთისმეტყველებს უკვე ანუ ღმერთს წინასწარმეტყველი დაინახა ჩვენი მამებიო უფალო ხედავ წინასწარმეტყველი ხარო და წარმოიდგინეთ ახლა რა ინტერესში შედის თავისი ქმრების გარჩევას კი არ იწყებს საოცარ ღვთისმეტყველებაზე მიდის ისეთი ისა აქვს რომ წყურვილი რწმენის და სწორად გაგების რომ ჩვენი მამები ამ თაზე ცემდნენ თაყვანს თქვენ კი ამბობთ რომ იერუსალიმშია თაყვანისცემის ადგილი ეუბნება მას იესო ქალო მერწმუნე დგება ჟამი როდესაც არც ამ თაზე და არც იერუსალიმში აღარ ცემენ თაყვანს მამას ანუ ღმერთს ამ შემთხვევაში თქვენ არ იცით რას ცემთ თაყვანს ჩვენ კი ვიცით რას ცემთ თაყვანს რადგან ხსნა ებრაელებისგან მოდის მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც როდესაც ჭეშმარიტი თაყვანის მცემელნი თაყვანს ცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით რადგან мама ასეთ თაყვანისცემლებს ეძებს ეს არის იმ დროისთვის მომავლის ღვთისმეტყველება მომავლის ღვთისმეტყველებას უცხადებს სამარიტელ დედაკაცს ამიტომ არის ახლა ეს რო დაეწერათ ნახეთ აქ რამხელა პრობლემაა იუდეველთათვის მაშინდელი ამ ქალს აინტერესებს ახლა ამ თაზეო ამბობენ რომ ღმერთი იქ არის თაყვანისცემა საჭირო და იუდეველები ამბობენ რომ ღმერთი იერუსალიმშიაო ტაძარში და რომელია სწორი და ქრისტე ეუბნება თქვენ არ იცით რომ ვიცემთ თაყვანს ეს არის ძალიან საინტერესო აი როგორი მონდომებულია მაგრამ მაინც არ იცის ამას სწორად დარღვეულია ის იუდეველები ამას შენიშნას რომ აძლევდნენ მართლები იყვნენ რაღაცა მართებით იმიტომ რომ ამას სწორად არ იციან და ხსნა იქიდან მოდისო ქრისტე ეუბნება ხსნა არის მართალცოდნაში მაგრამ მოდისო დრო
როცა არც აქ და არც იქ ცემენო თაყვანს. ეს არის უკვე გაუქმება ცენტრის. და სულით ცემენო, რადგან სულია ღმერთი და სულით თაყვანიცემლებს ეძებს. ესეც ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი სწავლებაა. ეხლა ცენტრის შესახებ ვიტყვი, რომ ცენტრი იერუსალიმი მართლა იყო იმ გაგებით ცენტრი, რომ იქ იყო კიდობანი და იმ კიდობნიდან ვლინდებოდა ღმერთის დიდება. სადაც შიშით წელიწადში ერთხელ შედიოდნენ მღვდელმთავრები. და თვალის გასწორებაც არ შეეძლოთ, ესე ეწერათ, რომ თვალი არ გაუსწოროთ შუა ცენტრს. და ფაქტიურად ისრაელი ხო იყო რჩეული ერი და ეს იყო ცენტრი და ერის ცენტრი იყო იერუსალიმი და მღვდელმთავრები შიშობდნენ, რომ ამას გააუქმებდა ქრისტე. და მართლაც ესე მოხდა. და დღეს ცენტრი არ არსებობს, მაგრამ ადამიანები მაინც ეძებენ ცენტრს. აი მაგალითად მართლმადიდებლობაში არ არის ცენტრი. ცდილობდნენ როგორც აია სოფია ყოფილიყო ცენტრი, მაგრამ ეს დაკარგეს, ხო? იქ მკვიდრობსო ღმერთი, ესე ამბობდნენ თავის დროზე. დღეს აი კათოლიკურ ეკლესიაში არის ცენტრი. და სიტყვაზე ისლამში არის ცენტრი. ისლამში მექაა ცენტრი. და ყოველი მლოცველი მექისკენ უნდა მიბრუნდეს, ხო? და კათოლიკებთან, ანუ ლათინებთან ვატიკანია ცენტრი. რომის პაპი ადრე იყო, რომ რომის პაპი უნდა ყოფილიყო იტალიელი და თან ვატიკანში, მაგრამ შემდეგ ეს ეროვნულობა გააუქმეს და შეიძლება სხვა ერის იყოს, რადგან ის მთელ მსოფლიოშია კათოლიციზმი, მაგრამ ის რომის პაპი უნდა იჯდეს ვატიკანში. იმიტომ ის არის პეტრეს საყდარი, ცენტრია. მართლმადიდებლობაში ეგ არ არის. მართლმადიდებლობაში ნებისმიერ სოფელში მყოფი მღვდელი თუ მღვდელმთავარი იგივე მოქმედებებს აღასრულებს, არა მოქმედებებს აღასრულებს თბილისში მყოფი კათოლიკოს პატრიარქი. არავით არის განსხვავება არ არის ადგილის მიხედვით. და რაც შეეხება ამ ადგილის რჩეულობას, რჩეული ხდება სული. აი ეს ადგილი მინდა წავიკითხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დადგება ჟამი და დადგა კიდეც, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანის მცემელნი თაყვანს ცემენ მამას სულით და ჭეშმარიტებით. აი ეს სწორი არის, სულით თაყვანისცემა, ანუ სულის დათმობა. მაგრამ სხვანაირადაც მესმის და მე როგორც მესმის სწორია. მოდის დრო, როცა არა ამ ტაძარში, არც იმ მთაზე, არც ერთ ადგილას ღმერთს თაყვანს ვერ ცემ. ღმერთს თაყვანის ცემა ღმერთის შეიძლება სულში, რადგან იქ გადმოდის. ანუ ჩვენში ხო სულიწმინდა მკვიდრება. სულიწმინდა ტაძარში კი არ არის. ღმერთი ყველგანაა, მაგრამ სული წმინდასთან მიახლება ხდება სულით, სულში. აი მაგალითად რა არის დასათმობი იმისთვის, რომ მიიღო. ქრისტე ამბობს, რომ ვინც არ მოიძულო სულითვისი. ეს არის ამ ქვეყნიური სიცოცხლის მოძულების სანაცვლოდ იძლევა მარადიულ სიცოცხლეს. ამ ქვეყნიური წესების მოძულების სანაცვლოდ შემოდის სულიწმინდა და ანუ ღვთის დიდება რა არის? აი მაგალითად ვიღაცას გონია რომ დიდხარ შენ უფალო და ასე შემდეგ და ქრისტე დიდია და ეს არ არის ღვთის დიდება. რა თქმა უნდა ამის თქმა ეს სიტყვა, მაგრამ ღვთის დიდება არის აი რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ, ეს ხო ღმერთის შემეცნებაა. ვინც ამას შემოუშვებს, ვინც ღმერთის სიტყვებს, აი რასაც ვკითხულობთ, შემოუშვებს საკუთარ სულში და სული გადიდდება შემეცნებით. ეს არის ღვთის დიდება. თორემ ღმერთს ჩვენ ვერ ვადიდებთ. აი მაგალითად სამყარო რო შეიმეცნა ვიღაცამ, აინშტაინმა აღმოაჩინა რაღაცა.
ამით სამყარო ხო არ გადიდებულა. სამყარო ჩვენ წარმოდგენა გაიზარდა. ხო, წარმოდგენა იზრდება. ანუ ჭეშმარიტებას დავუახლოვთ. ჩვენში რო დიდდება ღმერთის შემეცნება და ღმერთის სახელი სულში რო დიდდება. ამით ვადიდებ ღმერთს. ანუ ვადიდებ ღმერთს ნიშნავს დიდდები ღმერთში. ვიზრდები ღმერთში. და მოვიდნენ მოციქულები. და მოიტანეს საჭმელი. და ხო, ეს ხალი გაიქცა სამარიელებთან. და იმდენად მოხერხებულია. ამ საუბრის შემდეგ ხო წყალი უნდა ამოიღო და მიეცა. კიდე დაიცვა. არ მისცა თვითონ, რადგან დაინახა რომ წინასწარმეტყველია და რამე არ უთხრანო. ჭურჭელი დატოვა. ის ჭურჭელი დატოვა. თოკი დატოვა და გაიქცა. დალიეო თვითონ. რომ მე არ შეგეხო და არ შეგვილწო. ანუ არ შეურაცხყოფა არ მოგაყენონ ჩემს გამო. თოკი დატოვა და გაიქცა. ემას სხვადასხვანაირად ერთი ასე განმარტავენ, მეორე რომ დავიწყდა. ისეთი წყალი მიცა. რომ დავიწყდა, დატოვა ეს საჭმელი, ეს წყალი. და გაიქცა. ამას ახლა ბერები ამოვერეს. მოღვაწე მამები ასე განმარტავენ. და რომ მოვიდა მოციქულებს გაუკვირდათ ქალთან მოსაუბრობდა. თან სამარიელთან. იმიტომ რომ მოციქულებს ხო უთხრა რომ წარმართა გზაზე ნუივლით, ანუ წარმართებთან არ მიხვიდეთო, როცა ქადაგებთო. მათ აუგზალა. და თავად ელაპარაკება. მაგრამ აქ არის მოციქულების კრძალვა მოძღვრის მიმართებაში. ეს წერია რომ გაუკვირდათო. მაგრამ ვერავინ ვერ გაბედაო რამე რო ეთქო. რომც ეკითხათ ისიც ვერ გაბედეს, რომ ამას რატო ელაპარაკები. უბრალოდ უთხრეს რაბი საჭმელი ჭამეო. მოვიტანეთო. არ მინდაო. მე მახო ჩემი საჭმელი. ამას განმარტავს გრიგოლ ღვთისმეტყველის საოცრად, რომ ღმერთს შია, რომ ჩვენ გშიოდეს ღმერთი. მე მახ ჩემი საჭმელი. ანუ ძეს აქ თავისი საჭმელი და ძე იკვებება ჩვენ რომ მაგითი ვიკვებებით. ღმერთით რომ ვიკვებებით, ეს კვებავს ღმერთს. იმიტომ რომ ჩვენ სულს ვუთმობთ. აი ეს არის წყალი. ანუ სული წმინდას. წყალი წინათ ხმა ხო უწოდა. ხმა მისი გესმით, მაგრამ არ იცის საიდან მოდის და სად მიდის. ასევე ცეცხლის სახით გადმოვიდა, ტრედის სახით გადმოვიდა სიწმინდის სახით. და ასევეა ჩვენი სულიც. ჩვენი სულიც არის წყარო, ჩვენი ხორცის სიცოცხლის წყარო არის. ანუ ჩვენს ხორცს აცოცხლებს არა სული წმინდა, არამედ სული. ანუ ჩვენი სული არის სიცოცხლის წყარო ჩვენი ხორცისთვის. მაგრამ ჩვენი სულისთვის სიცოცხლის წყარო არის სული წმინდა. ამიტომ ჩვენ წყალი მოგვეციო რო გვეუბნება ქრისტე. დღეს აი თავში დავსვი ეს კითხვა. აი დღეს გვეუბნება ჩვენს. მოგვეცი მასო მეწყალი. უნდა დაუთმოთ სული. ჩვენი სული წყალია ერთგვარი. ანუ წყარო სიცოცხლისა ჩვენში. და ეს დროებითია. აი ეს დროებითი წყალი მომეციო. და მოგცემო მარადიულს, სული წმინდას. და ისიდინებსო შენში. ეს არის ღმერთს შია რომ ჩვენ შიოდეს ღმერთი. ღმერთს სული უნდა რომ სული მოგცეს. სულის მიცემის სანაცვლოდ. წარმავალი სიცოცხლის მიცემის სანაცვლოდ მარადიულ სიცოცხლეს გვაძლევს. და როდესაც ეს დედაკაცი მივიდა ქადაგებას რითი იწყებს ხო იცით? კი არ ცხენია. ყველაფერი მითხრა ჩამიდენიო. სამარიელებთან დაბრუნდა. ქადაგებას იწყებს და ესე არის ცნობილი რომ ეს არის პირველი წარმართი დედაკაცი რომელმაც მოციქულებზე ადრე წარმართებში იქადაგა ქრისტე. მოციქულებს ხო ქალმა ახარა ისა აღდგომა. ქალებმა ახარეს. პირველი ქადაგებელიც ქალი გამოდის მაშინ. ხო და წარმართებში პირველი ქადაგებელი ქალი გამოდის. ეს არის ქრისტემ ქალის ღირსება რომ აღადგინა ჩვენ მქონდა ამაგაზე გადაცემა ადრე.
და წარმართებშიც ამან იქადაგა. და ხა ეს წარმართებიც როგორ არის? რომ დაინახავენ ქრისტეს და ბევრმა ირწმუნაო მისი და ამ ხალხს ეუბნებიან, კაცო, ჩვენ ნახეთო უკვე ჩვენ თვითონ წამსო ესო შენს გამო კი. ანუ უტყდებათ რა ხალი. ქალბა მიუტანა. ივათაძე ხო მათანაც ხო არისო. ხალი დაკნინებული იყო და ამიტომ სამარიელების იქ 2 დღე დარჩაო ქრისტე. და ამით ფაქტიურად ისრაელი ამის დაწერით იოანემ ისრაელის ბევრი მღვდელმთავარი ამხილა, იმიტომ რომ სამარიელებმა ირწმუნეს ქრისტეს სიტყვით. არც ერთი სასწაული არ გაუკეთებია. ესაუბრა. არ წერია რა ესაუბრა, მაგრამ არც ის წერია რამე სასწაული გააკეთა. და ქრისტე ამის შემდეგ მოდის რომ შენიშნას აძლევს ერთ-ერთ მეფისკაცს ებრაელს იუდეველს რომ თქვენ სანამ არ დაინახავთ არ ირწმუნებთ. და აი ეს ვისაც ამით დავამთავრებ რადგან ეს უმთავრესია ვისაც ძეს წამს საუკუნო სიცოცხლე აქვს ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს. აი ვისაც ძეს წამს ჩვენ ადრე ვთქვით რომ მორწმუნე ის კი არა ვისაც ღმერთის არსებობის წამს ვერ გადარჩება. ძის ანუ იესოსის წამს. ეხლა იესოს რწმენა და იესოს დაჯერება განსხვავებულია. იესოს რწმენა აქ ამბობს რწმენას, მაგრამ იესოს რწმენა რას ნიშნავს? რომ ის არის ერთადერთი ღმერთი, განკაცებული. მამაძე და სულიწმინდა და ძე განკაცდა. ეს უნდა ვირწმუნო, იმიტომ რომ ამას ვერ დავინახავ. ფილიპემ რო უთხრა რომ ვინც მე მიხილა, მამა იხილა, რწმენისკენ მოუწოდა. რწმენით უნდა იხილო. თორე ვერც მამას იხილა, ვერ ძეს იხილა და ვერ სულს. ვერ ასოდეს ესეთი ჩვენ ხილვის გაგება გვაქვს ხორციელი. ანუ სულიერი ხილვა რა არის? ჯერ არ ვიცით. მაგრამ იქ უკვე გვეცოდინება სულიერი ხილვა რა არის, რომ სული როგორ ხედავს ამ ყველაფერს და დღეს ჩვენ წმენით უნდა დავინახოთ რომ იესოა ღმერთი. დავინახეთ რომ იესოა ღმერთი. იესოა სიცოცხლე. ეს ვირწმუნეთ. მაგრამ ეს ახლა რას ნიშნავს რომ მაგალითად მე ვიღაცამ მითხრა და ვირწმუნე რომ სადღაც არსებობს უკვდავების წამალი. მე ვალდებული ვარ, ავდგე, წავიდე, ვიპოვო კაცი, ვინც ამ წამალს მაპოვნინებს. ეს წამალი რამენაირად უნდა მოვიპოვო? ეს არის საქმე. ჩვენ წინა წავიკითხეთ მათი საქმეებიო, ბნელიაო. იმიტომ არ მიიღესო ნათელი, ხო? ანუ საქმეს ნიშნულობა ამის რწმენის მერე. თუ ეს არ ირწმუნე, ის საქმეს უკვე ნიშნულობას კარგ. ამას ნიშნავს რომ ჯულით ვერავინ ვერ გადარჩება. ანუ საქმით ვერავინ ვერ გადარჩება, თუ ეს არ ირწმუნე. ამას რო ირწმუნებ, ქრისტეს რო ირწმუნებ, ძეს რო ირწმუნებ, აი მაშინდელი საქმე უკვე, მაშინდელი მოქმედებები შენი. პავლესი, პეტრესი, შემდეგი მოქმედებები. ეს არის საქმე. აი მაგალითად პეტრე ხადაგებს აღდგომილ ქრისტეს. მღვდელმთავრებმა დაიჭირეს. და მოკლა უნდათ. გამალიელი ადგა და ხალხო ესო თუ ეს ხალხიო თუ ღვთისგან არისო, თქვენ როგორ გინდათ ეს შეაჩეროთო და თუ ღვთისგან არ არის, თვითონ დაიშლებიანო და გაანებეთო თავიო. უსვინესო მღვდელმთავრებმაო, ცემესო და უთხრესო არის გადაგოთო. თქვენ დაგიჯეროთო თუ ღმერთსო, პეტრემ უთხრა. აი საქმე რა არის? გცემენ, ვარა ჭეშმარიტებას გადაგებ. ეს არის საქმე. მოქმედება რომ იმ მღვდელმთავარს კი არ უჯერებ, ვინც ქრისტე ჯვარს აცვა და ჯვარს აცმევს. ანუ მე ჭეშმარიტებას გადაგებ. მიუხედავად იმისა, გცემენ, ეკლესიიდან განკვეთავენ, მღვდლობა შეგიჩერებენ. თავრობა მოგიძულებს, ეკლესიის იერარქები მოგიძულებენ, მაგრამ არ ჩუმდები. ეს არის საქმე.
დამავდროულად ისეთ საქმეს არ ჩადიხარ, შუქი რო აგინთონ რო შეგწყვეტ. შუქ ანთებულში ცხოვრობ. ეს არის საქმე. ყოველთვის შენ ირგვლივ ანთებულია შუქი და აი ჩათვალეთ რომ ისე წმინდანი ცხოვრობს ისე რომ შუშის დიდ ოთხკუთხედან გვალ ყურჩი იყოს ეს დიდი იყოს და ირგვლივ ხალხი იდგეს და უფლის თვალი და ხალხის თვალი უყურებდეს. ერთს აქ არ მახსოვს რომელიღაცა წერალს აქ კულტურული ადამიანი არისო ის ვინც ოთახში სადაც არავინ არ უყურებს იქაც ისე იქცევა როგორც გარეთ სადაც მას უყურებენ. ეს არის ქრისტიანული საქმე. რომ ოთახში სადაც მარტო ხარ და არა მარტო ოთახში, არამედ მე აი გულში ხო მარტო ვარ. არასოდეს არ ფიქრობ იმას გარეთ რომ წარმოვთქვა ვინმე ეს რას ფიქრობდა. კაცმა რო თქვას. არასოდეს არ ფიქრობ, იმიტომ რომ ვიცი ღმერთი მან დუყურებს. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. დღეს დარწმუნებული ვარ დროების YouTube არხის და განსაკუთრებით მამა დოროთეს ამბიონის გადაცემათა ამ ციკლის მსმენელები, მაყურებლები დიდი ინტერესით მოусმენდნენ ამ საზრდოს, რწმენით ამავე დროს. მართლა ძალიან საინტერესო ეპიზოდის შესახებ მოვისმინეთ განმარტებები, როგორც იყო სამარიელ დედაკაცთან შეხვედრა და საუბარი წყაროსთან. აღმოაჩინეთ რომ წყაროზე იყო აქ საუბარი, მაგრამ სრულიად სხვა წყაროზე და მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი ჩვენი საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ ერთ კვირაში ახალი ეპიზოდი გელით წინ და იმისთვის რომ ეს საუბრები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. გააზიარეთ, მოიწონეთ, გამოიწერეთ არხით თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ. მადლობა რომ საათზე მეტი უკვე ჩვენთან ერთად გაატარეთ. შეხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში. ნახვამდის.